გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით ალფა მოტორსის პირადი სარეალიზაციო ავტომობილების ავტოპარკიდან. აღნიშნულ ტერიტორიაზე, აღნიშნულ ლოკაციაზე მოსვლა შეგიძლიათ ქალაქ რუსთავის მეორე შემოსასვლელი და კერძოდ თბილისის ქუჩიდან. ძალიან მარტივი ლოკაცია, ძალიან მარტივად მოსაგნები. ჩვეულებრივად რუსთავის თავარ ავტომაგისტრალს, ასე ვთქვათ, ავტობანს გამოყვებით და რუსთავის პირველი შემოსასვლელს რომ გამოცდებით, უკვე გახლავთ ეს მეორე შემოსასვლელი. პირდაპირ გადმოუხვევთ ხელმარცხნივ, თბილისიდან მომავალებს გეუბნებით, აღნიშნავ აქ ვიდეოში და შემოხვალთ უკვე თბილისის ქუჩიდან. და როგორც კი შემოხვალთ, ისე თქვენგან ხელმარცხნივ დაგვხვდებათ ეს ულამაზესი ტერიტორია, ლოკაცია. და ამ ულამაზეს ლოკაციაზე აღნიშნული ულამაზესი და მაღალი კლასის ავტომობილები. მან ახლა წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გასაყიდ ავტომობილებს. დავიწყოთ პირველი Alfa Romeo Giulietta, რომელიც გახლავთ 2024 წლის. ხედავთ თუ რამდენად ულამაზესი ფარები აყენია წინ. ეს გახლავთ ოფიციალური რესტაილინგი ვერსია და არა ჭორის დონეზე რო იციან რომ 2023 წლამდე არის რესტაილინგი ვერსიები და რაღაც არა მეგობრებო ეს ჭორი რესტაილინგი არ ნიშნავს რომ შიგნით ბარი კონდეს მანქანას განსხვავებული ასე თქვა სხვა დაბალი წლოვანების ავტომობილისგან და თაჩი რესტაილინგი ნიშნავს ვიზუალურ ცვლილებასაც ბატონებო ასე რომ 2024 წლიდან ეს აქვე დავზენ ზოგადად ვინც არა ასე ვთქვათ გარკვეული არ არის ამ საკითხში რომ მიცოდეს ელემენტარული რომ 2024-დან გამოშვებული ყველა ავტომობილები იქნება სტერიო თუ ჯულიას სტერიოზე მაქვს ლაპარაკი აი ასეთი ლამაზი ფარებით და განსხვავებული სეტკებით ეს უკვე გახლავთ 2024-ის ზემოთ გამოშვებული ანუ რესტაილინგები ასე რომ ვთქვათ მოკლედ აღნიშნული ავტომობილის ღირებულება წარმოადგენს $25,000 ფასე შეთანხმება გახლავთ შესაძლებელი ჩვენთან ანუ რაღაც გარკვეული თანხა შესაძლებელია დააკლდეს. აღნიშნული მანქანის გარბენი წარმოადგენს 9,900 მაილს. ასე ვთქვათ, თითქმის ახალი ავტომობილი არის, დაუზიანებელი ისტორიითაა, თითქმის ყველა ავტომობილი, თითქმის ასე ვთქვათ, ჯულია. 2024-იანი, 2017 წლიანი ჯულიაც და მაზერატი გიბლიც 2014 წლიანის აბსოლუტურად გახლავთ დაუზიანებელი ისტორიით. ანუ არ არის დარტყმული მინაკერები, აღდგენილი ნაშპაკლი და ასე შემდეგ, რაც დღევანდელი საქართველოს ავტობაზარზე, ავტოპარკზე, გასაყიდა ავტოპარკზე ძალიან ჭარბია. თითქმის 95-90% ასეთი ავტომობილები იყიდება. ხოლო ჩვენ კი გთავაზობთ იდეალურ ავტომობილებს, ან ამ შემთხვევაში თუ რაიმე სხვა ავტომობილის დაგვემატება, ამის გარდა რა თქმა უნდა სხვა ავტომობილების Mercedes-ებიც, რა თქმა უნდა ძირითადად იტალიური ბრენდის ავტომობილებს შემოგთავაზებთ და Mercedes-ებს, გერმანული ბრენდის ავტომობილებს. ყველა ავტომობილი იქნება ან ძალიან მცირედი დაზიანებით ბატონებო, ან აბსოლუტურად იდეალურები. რა თქმა უნდა თქვენთვის მისაღებ ავთენტურ ფასებში. საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ან გაცილებით დაბალ ფასში. რა თქმა უნდა ეს ჩვენი პირადი ინტერესია თუ რატომ ყიდით დაბალ ფასში, არა იმიტომ რომ დაზიანებული და რამეა. არა ბატონებო, დაზიანებული ჩვენ არ შემოგთავაზებთ. დაზიანებულები ჩვენს სარეალიზაციო ავტოპარკზე არ იქნება განხილული, როგორც გასაყიდე ავტომობილები. მოკლედ, იდეალური ავტომობილი, ულამაზესი 19-იანი დისკებით, ველოჩი პაკეტი ყველასთვის საოცნებო და საყვარელი კომპლექტაცია Alfa Romeo Giulietta და Stelvio-ებში. აღნიშნული ავტომობილი გახლავთ პანორამის გარეშე, ხოლო მეორე ავტომობილი კი პანორამით. მინდა ასევე აღვნიშნო უკანა სტოპები, რომელიც გახლავთ აბსოლუტურად რესტაილინგი ესეც, ხოლო 2017 წელზე კი არ არის ეს უკანა სტოპები გვხვდება. იდეალური ავტომობილი გახლავთ ბატონებო, ძალიან ლამაზი მართლაც შესაძლებელი. როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც მეგობრებო. ეს ავტომობილი გახლავთ TI სპორტი და TI სუპერ პაკეტი. თითქოს ამ ორ პაკეტებს შორის დიდი განსხვავება არ არის, უბრალოდ ასე ვთქვათ, მცირეოდენ კომპლექტაციებშია სხვაობა, სხვა დიდი არაფერი. უბრალოდ ამის იმის თქმა მინდა რომ ველოჩესგან განსხვავებით ესეც უმაღლესი კომპლექტაციაა. ეს ავტომობილის გახლავთ იდეალურ მდგომარეობაში. ასე ვთქვათ, არ არის მოჭრილი, მიგერებული და ასე შემდეგ. გახლავთ პანორამით, რა თქმა უნდა.
პანორამის ჭერით, ზიანად შუშის ჭერით. და ამ ავტომობილის სარეალიზაციო ფასი გახლავთ $13,000. აღნიშნული ავტომობილის გარბენი, ეგრეთ წოდებული კილომეტრაჟი შეადგენს 154,000 კილომეტრს. და აღნიშნული ავტომობილი ამ გარბენიდან გამომდინარე გახლავთ დასერვისებული, ანუ უმაღლესი ხარისხით მოვლილი და შენახული. გადავინაცვლოთ შემდეგ ავტომობილზე იტალიურ ბრენდზე Maserati Ghibli. ეს ავტომობილი გახლავთ კვადრო. აღნიშნული ავტომობილის სარეალიზაციო ფასი წარმოადგენს $12,000 ულამაზესი ოციანი დისკებით. ეს ავტომობილიც რა თქმა უნდა განმეორდები და არ დამენანება და არ დავიზარებ ამის თმას, რადგან რაც რეალურია ჩვენთან ის რეალურია და რეალურად შევა. გახლავთ დაუზიანებელი, აღუდგენელი, არ არის ნაშპაკლი, მიჭრილი, მოჭრილი და ასე შემდეგ, რაც საქართველოს სარეალიზაციო ავტომობილების ავტოპარკზე გვხვდება 95%-ის სახით. ჩვენ კი მხოლოდ იმ 5%-ში შევდივართ, რომლებიც გთავაზობთ იდეალურ ავტომობილებს ძალიან მცირედი დაზიანებით. აი ამ ულამაზეს სადგომზე და ულამაზეს ადგილზე ძალიან ბევრ გასაყიდ, ანუ სარეალიზაციო ავტომობილს იხილავთ Alfa Motors-ის მხრიდან. შემოგთავაზებთ გერმანულ და იტალიურ ბრენდებს, უმაღლესი ხარისხის ბიზნეს კლასის ბრენდებს. ეს გახლავთ Alfa Romeo სტელი, უბრალოდ ეს ამ ეტაპისთვის არ იყიდება. გადავინაცვლოთ Subaru-ზე, ეს სიმართლე გითხრათ შემოგვეყიდა, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ Subaru-ს ბრენდად არ თვლით. მაგრამ ზოგი თვლის, ეს არ ნიშნავს რომ ეს ავტომობილი არ არის. რა თქმა უნდა, კარგი ავტომობილია საოჯახოდ, მაგრამ როგორც მაღალი კლასი რა თქმა უნდა ამაზე ორი სიტყვა და ორი აზრი არც არსებობს. ჩვეულებრივი დაბალი კლასის ავტომობილია, უბრალოდ შემოგვეყიდა, ამდენადაც კომიკური არ უნდა იყოს. მაგრამ გახლავთ თავის კლასში იდეალური ავტომობილი და ამ შემთხვევაში უშუალოდ ეს ავტომობილი ძალიან მცირედი დაზიანებით ვიყიდეთ. Run drive-ის ფუნქციით ვიყიდეთ, მაგრამ ვიყიდეთ ძალიან მცირედი დაზიანებით, მაგასაც განახეთ. ანუ საერთოდ ჯამში გახლავთ იდეალური ავტომობილი. 2-დან 0-იანი ძრავით. კარგად შენახული, მოვლილი. აღნიშნული ავტომობილის სარეალიზაციო ფასი გახლავთ $6,000, მაგრამ შესაძლებელია ფასე შეთანხმება, ანუ ფასის დაკლებაც. დაგვიკავშირდით ბატონებო, არ მოგერიდოთ, რა თქმა უნდა დაგვიკავშირდით ვიდეო რგოლში მითითებულ ჩვენ საკონტაქტო ნომერზე, რომელიც ვიდეო რგოლის ფოლოს იქნება უკვე მითითებული და ასევე ჩვენი პოსტის აღწერაშიც. აი, ვხედავთ თუ რა დაზიანება ქონდა ავტომობილის და აქვს ამ კუთხით კერძოდ. ქონდა ბამპერი დაზიანებული და ხედავთ ძალიან მცირედი სახით არის დაზიანებული არაშემკრების ქვედა მხარე. რაც შეეხება ავტომობილის დასერვისებული ამერიკაში და აყენდი ახალი რადიატორი, ასე რომ ვთქვათ, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად მანქანა იქ-იქება დადის, როგორც სხვა ყველა გასაყიდი ავტომობილები. უბრალოდ ეს ზიანი აღენიშნება ავტომობილს, სხვა მეტი არაფერი და მცირედი ზიანი ძრავის ხუბზე. $6,000 არის ზოგადად სარეალიზაციო ფასი ავტომობილის, მაგრამ შესაძლებელია ჩვენთან გასაუბრება თანხის დაკლებასთან დაკავშირებით უშუალოდ ამ ავტომობილზე და გულს არ დაგწყვეტთ, ასე რომ ვთქვათ. დაგვიკავშირდით მეგობრებო მითითებულ ნომერზე და შეიძინეთ ჩვენგან იტალიური და მალე შემოგთავაზებთ გერმანული ბრენდის ავტომობილებსაც. რა თქმა უნდა, დაუზიანებლები ან ისიც ძალიან მცირე დაზიანებით. გისურვებთ წარმატებებს.